მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესოა, თხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. დღეს კი გვაქვს გამონაკლისი შემთხვევა, ანუ ზოგადად ვიღებ ხოლმე ვლოგებს, თუმცა ამ ვიდეოს სათაურით რა თქმა უნდა უკვე მიხვდით, რომ ეს არის მასტერკლასი, მაგრამ მაინც გავამახვილებ ყურადღებას. ამ ვიდეოში მინდა გაგიხსნათ, როგორ იქსოვება ის სქემა, რასაც თქვენ ახლა ეკრანებზე ხედავთ. ნიმუშისთვის გამოვიყენებ Lana Gross-ს წარმოებულ ძაბს, Diversa, კოდით 11 და ხის ჭხირები Lana Gross-ს წარმოება 3.5 მმ. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი ძაფი, ნებისმიერი შესაფერისი ძაფის შესაფერისი ზომის ჭხირი. და დავიწყოთ აი ასეთი ლამაზი სქემის ქსოვა და ვიდეოს ბოლოში მე თქვენ გაგიზიარებთ, სად შეიძლება გამოიყენოთ და როგორ შეიძლება გამოთვალოთ, რომ დაცული გქონდეთ როგორც სიმეტრია, ასევე გამოიყენოთ როგორც დეკორატიული ჩანართებისთვის, მოკლედ ყველა დეტალს, რაც შეიძლება რომ აი ამ სქემის გამოყენებაში გამოგადგეთ, ვიდეოს ბოლოში ვისაუბრებთ. ასე რომ, ბედნიერ და წარმატებულ ქსოვას გისურვებთ, ჩვენ კი ვიწყებთ მასტერკლასს. ამ ზორის მოსაქსოვად ვიწყებთ 27 თვლის ამოყვანას. დავთვალოთ 2, 4, 6, 8, 10, 12, 14, 16, 18, 20, 22, 23, 25, 26, 27. ამ ადგილას გავყვანძავ, რომ არ დამერღვეს თვლები. მაინც გადავამოწმოთ 2, 4, 6, 8, 10, 12, 14, 16, 18, 20, 22, 24, 26, 27 თვალი გვაქვს. და ვიწყებთ პირველი რიგი, გირჩევთ რომ გააკეთოთ უკუღმა რიგი, რომ უკვე შემდეგი რიგიდან შევძლოთ უშუალოდ უზორის ქსოვა. ჩემ შემთხვევაში პირველ თვალსაც და ბოლო თვალსაც არ აქვს მნიშვნელობა რა რიგს ვქსოვ, ყოველთვის ვქსოვ აი ამ თვლებსაც, პირველსაც და ბოლოსაც. ანუ არანაირი კიდურა თვლები, რომლებსაც ერთ რიგში წაღმად ვქსოვ, დასაწყისში პროლოდ გადამაგდა მსგავსი რაღაცები არ მაქვს. ვქსოვ ყველა რიგში. გადავედით წაღმა რიგზე. და პირველ რიგში გვიხატია 3 ცარიელი კვადრატი. ამ შემთხვევაში ცარიელი კვადრატი ეს არის წაღმა თვლები, რომელსაც მოვხსოვთ უბრალოდ წაღმა თვლებად. შემდგომ სიმბოლო, რაც გვიხატია, ეს არის 2 ერთად დახრა მარჯვენა მხარეს, იმიტომ რომ კუთხე აქვს მარჯვენა მხარეს და ვატრიალებთ თვლებს, რომ შევძლო მოქსოვა დახრა მარჯვნივ რომ იყოს საბოლოო ჯამში, ნამატი მოხვევით, ერთი თვალი უბრალოდ წაღმა, ნამატი და დახრა მარცხნივ, რადგან კუთხე ამ სამკუთხედს აქვს მარცხენა მხარეს. შემდგომ გვაქვს 3 ცარიელი კვადრატი, ანუ 3 წაღმა თვალი. ისევ ვატრიალებთ თვლებს, რომ მოვხსოვო დახრა მარჯვნივ. აი ასე. შემდგომ ნამატი, ერთი თვალი, ნამატი და დახრა მარცხნივ. დახრა მარცხნივს, როდესაც ვქსოვ, არ მჭირდება ჩემ შემთხვევაში თვლების შემოტრიალება, ისედაც გამომდის აი ეს დახრის გაკეთება. შემდგომ გვაქვს 3 თვალი წაღმა, დახრა მარჯვნივ, ნამატი, ერთი თვალი, ნამატი, დახრა მარცხნივ, ანუ 2 თვალი ერთად, ისე რომ დახრა გქონდეს მარცხნივ და ბოლოში გვრჩება 3 ცარიელი კვადრატი, ანუ 3 წაღმა თვალი. უკუღმა რიგები, აქ ყოველთვის გვაქვს უბრალოდ უკუღმა თვლები და ეს ადგილები, ანუ მეორე, მეოთხე, მეექვსე, მერვე რიგები არის გამოყოფილი ცარიელი კვადრატებით, რაც ნიშნავს, რომ უბრალოდ როგორც ნახატი გვკარნახობს, ისე უნდა ვქსოვოთ. შესაბამისად, ვქსოვ ამ ყველა 27-ვე თვალს უკუღმა თვლებად.
არაფერს არ ვაკეთებ, არაფერს არ ვაადგილებ, არაფერს არ ვამატებ, ვაკლებ და ასე შემდეგ. გსოვ ისე, როგორც არის. უკუღმარი გს ვეცდები, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოგსოვო, რადგან არაფერი არ იცვლება და მალე შევძლოთ გადასვლა შემდეგ რიგზე. თქვენ თუ გინდათ და შეგიძლიათ ააჩქაროთ ვიდეო, რომ უფრო მალე გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. გადავედით მესამე რიგზე და მესამე რიგის შემთხვევაში ვიწყებთ ორი წაღმართვლით და დახრა მარჯვნივ, ანუ ორი თვალი ერთად, დახრა მარჯვნივ. ანუ სიმბოლოები, როდესაც ვიცით, რას ნიშნავს, უკვე ძალიან მარტივია მიხვედრა, რას ელოდებიან ჩვენგან, ანუ რა გვაქვს გასაკეთებელი. სამი წაღმართვალი, ნამატი და დახრა მარცხნივ. ამ შემთხვევაში შუაში უკვე ერთი წაღმართვლის მაგივრად გვაქვს ორი წაღმართვალი და პლუს ნამატები, რომლებიც უკვე შემდეგ რიგში გვექნება ისევ წაღმართვლებად. და მივყვებით ნახატს, ესე იგი გავაკეთეთ ორი ერთად დახრა მარცხნივ, წაღმართვალი, დახრა მარჯვნივ, ჰაეროვანი თვალი რატო? ნამატი, ერთი წაღმა, მეორე წაღმა, მესამე, ანუ ეს შუაში რაც გვაქვს, ნამატი და ორი ერთად დახრა მარცხნივ. ერთი თვალი, რაც გვაქვს წაღმა და ორი თვალი ერთად, უბრალოდ წინასწარ შემოვატრიალოთ, რომ დახრა იყოს მარჯვნივ. ნამატი, 1, 2, 3, ნამატი და ორი ერთად დახრა მარცხნივ და ბოლოში გვრჩება ორი წაღმა თვალი, როგორც დავიწყეთ, ისევე ვამთავრებთ. ანუ სიმეტრია მაქსიმალურად დაცულია. ნელ-ნელა უკვე იხატება ჩვენი უზორი და გადავედით შემდეგ რიგზე, რომელიც არის მე-4 და გვექნება უკუღმა რიგი, ასე რომ მოვგსოვ და დაგიბრუნდებით. გადავედით მე-5 წაღმა რიგზე და ვიწყებთ სამი თვალი წაღმა, 1, 2, 3, ნამატი და ორი თვალი ერთად დახრა მარცხნივ უკვე. მოვგსოვეთ ერთი თვალი და შემოვატრიალოთ ეს თვლები, რომ შევძლოთ მოგსოვა დახრა მარჯვნივ. გავაკეთეთ ნამატი და გვაქვს სამი წაღმა თვალი, 1, 2, 3. გვაქვს ნამატი, დახრა მარცხნივ, ერთი თვალი, ვაბრუნებთ თვლებს, რომ მოგსოვოთ დახრა მარჯვნივ, ნამატი და სამი თვალი, 1, 2, 3. ნამატი, ორი ერთად დახრა მარცხნივ, ერთი თვალი, ორი ერთად დახრა მარჯვნივ და უნდა შემოვატრიალოთ, ნამატი და სამი თვალი. აი ესეთი, აი ამ ადგილებში უკვე იხატება, რაც უნდა გამოვიდეს. გადავედით მე-6 უკუღმა რიგზე. ნახატი იხატება უკვე. გადავედით მე-7 რიგზე. მე-7 რიგში გვაქვს 4 წაღმა თვალი. პირველი, მეორე, მესამე, მე-4, გვაქვს ნამატი და ეხლა ელემენტი, რომელიც ნიშნავს, რომ უნდა მოგსოვოთ სამი თვალი ერთად და თან გავაცენტროთ შუა თვალი, იმიტომ რომ აი ეს სამკუთხედის კუთხე გვიჩვენებს ზედა მხარეზე. ჩემ შემთხვევაში ამას ვაკეთებ შემდეგნაირად, ანუ პირველი ორი თვალი უნდა შემოვატრიალო ისე, რომ ერთად გადაქსოვის შემთხვევაში მივიღო დახრა მარჯვნივ. ძაბს ჯერ აი ამ ძაბს არ ვეხებით, ანუ ვგსოვ
ისე რომ ძაბს არ ვიყენებ, ანუ ორი თვალი ეს რაც შემოვაბრუნე გადამოქვს მარჯვენა თვალზე. შემდგომ მესამე თვალს ვქსოვ უკვე ჩვეულებრივად და მარცხენა ჩხირით აი ამ ორ თვალს ზემოდან ვაფარებ იმას რაც მქონდა მოქსოვილი. და თუ დავაკვირდებით ესეთ ელემენტს დავინახავთ რომ აი ეს შუა თვალი არის ცენტრში მოქცეული და გამომივიდა ანუ ორი თვალი მარჯვნიდან და მარცხნიდან დაიმალა აი ამ ცენტრალური თვალის უკან. გადავედით შემდეგზე ეს არის ნამატი. ნამატის მერე გვაქვს 5 წაღმა თვალი. 2 4 5 ნამატი და გვაქვს გასაკეთებელი იგივე ელემენტი. ვატრიალებთ ფლებს და ვაბრუნებ ჩხირზე რომ შევძლო აქედან შესვლა, ანუ მარცხნიდან მარჯვნივ შესვლა და გადატანა მარჯვენა ჩხირზე. მარცხენა ჩხირზე არსებული თვალი უნდა გადავქსოვო და ახლა აი ეს ორი თვალი რომელიც შეტყუპებულად მიდგას აქ მარცხენა ჩხირის დახმარებით უნდა დავაბრუნო, ანუ გადავაფარო აი ამ უკვე გადაქსოვილ თვალს. რომ გაცენტრებული მქონდეს ეს თვალი შუა. ნამატი და 5 წაღმა თვალი. გსოვთ ნამატს და ვიმეორებთ იგივეს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია არ მივაქციოთ ყურადღება აი ამ გაცენტრების მომენტს და შემდეგ ელემენტზე უკვე გაჩვენებთ, როდესაც არ ვაქცევთ ყურადღებას, შეიძლება თქვენთვის ეს უფრო მარტივი იყოს და ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ეგრე მოგსოვოთ. ანუ ვერ ვიტყვი რაღაც კრიტიკულია თუ არ იზამთ აი ამ манипуляციას, ასე რომ ორივე ვარიანტს გაჩვენებთ და თქვენთვის აირჩიეთ, რომელი უფრო მეტად გირჩევნიათ. გადავედით მერვე რიგზე, მერვე რიგი გვაქვს უკუღმა, მოგსოვთ და დაგიბრუნდებით. ვიწყებთ მე-9 რიგს, ვიწყებთ 2 წაღმა, ნამატი და დახრა მარცხნივ 2 ერთად. მერე 1 2 3 წაღმა დახრა მარჯვნივ, 2 ერთად დახრა მარჯვნივ, შემოვატრიალეთ ფლები, გადავქსოვე, ნამატი, 1 თვალი, ნამატი, 2 ერთად დახრა მარცხნივ, და ამ შემთხვევაში არ მიწევს შემოტრიალება. შემდგომ 3 წაღმა თვალი, 1 2 3 ახლა უკვე უნდა შემოვატრიალოთ ფლები, რომ მოგსოვო 2 ერთად დახრა მარჯვნივ, ნამატი, 1 თვალი, ნამატი, დახრა მარცხნივ 2 ერთად, არ ვატრიალებ არაფერს, 3 თვალი 1 წაღმა ვარიანტით, 2 ერთად დახრა მარჯვნივ და ნამატი. აი ეს პირველი ელემენტი სრულად გამოიხატა, ესე რომ ვთქვათ, და ჩანს უკვე და ყოველი მომდევნო ახლა რეალურად აი ამ ელემენტის ფორმირებას ვაკეთებთ აი ამ ადგილას. ამისას უკვე აი ამ ადგილას და ესე შახმატურად გადაადგილდებიან. გადავედით უკუღმა რიგზე, მოგსოვთ და დაგიბრუნდებით. Ბრუნდებით მე-11 წაღმა რიგში, სულ გვაქვს 16 და მერე უკვე გვაქვს გამეორებები ყოველ ჯერზე. გსოვთ მე-11-ში 3 წაღმა რიგს, 3 წაღმა თვალს უკაცრავად, ნამატი, 2 ერთად დახრა მარცხნივ, 1 წაღმა, 2 ერთად დახრა მარჯვნივ და ვატრიალებთ ფლებს, ნამატი, 3 წაღმა, 1
2 3 ნამატი 2 ერთად დახრა მარცხნივ 1 თვალი 2 ერთად დახრა მარჯვნივ ნამატი 3 წაღმა თვალი ნამატი 3 წაღმა თვალი ნამატი დახრა მარცხნივ 2 ერთად 1 თვალი დახრა მარჯვნივ ნამატი და 3 წაღმა თვალი. აი ესე გამოიყურება ჩვენი უზორი. გადავედით უკუღმა რიგზე, მე-12 უკუღმა რიგი, მოვგზავ და დაგიბრუნდებით. მე-13 რიგი გვაქვს მოსაქსოვი და ვიწყებთ 2 წაღმა თვალი. შემოვატრიალოთ თვლები, მოვგზავნოთ დახრა მარჯვნივ. ნამატი 3 წაღმა თვალი 1 2 3 ნამატი დახრა მარცხნივ 2 თვალი ერთად 1 თვალი წაღმა შემოვატრიალოთ თვლები რომ გავაკეთოთ დახრა მარჯვნივ ნამატი 3 თვალი ნამატი 2 ერთად დახრა მარცხნივ 1 წაღმა თვალი 2 ერთად დახრა მარჯვნივ მარჯვენა მხარეს ნამატი და 3 წაღმა თვალი ნამატი და დახრა მარცხნივ 2 წაღმა თვალი ესე გამოიყურება ამ ეტაპზე. გადავედით მე-14 უკუღმა თვალზე, სულ დაგვრჩა რეალურად 1 რიგი მოსაქსოვი მე-15, მე-14 და მე-16 არის უკუღმა თვლები, შესაბამისად, როგორც კი ამ 2 უკუღმა თვალს მოვგზავთ, დასრულდება ჩვენი ეს ნიმუში და შეგვიძლია დავიწყოთ პირველი რიგიდან. ყოველი მე-17 რიგი რეალურად უნდა მოგხსოვოთ, როგორც აი ამ ნახატზე იქსოვება პირველი რიგი. შესაბამისად, მივიღებთ იმ ზომის ნივთს, რაზომაც გსურს, რომ გამოგვივიდეს საბოლოო ჯამში. ძალიან კარგი იქნება ესეთი ნაკსოვით, მაგალითად, თხელი აჟურული შარფი, რომელიც შეგვიძლია მოგხსოვოთ მართკუთხედი ფორმის. წაღმა რიგში ვარ უკვე მე-15-ზე და ვიწყებ ანუ 1 თვალი წაღმა და 2 ერთად დახრა მარჯვნივ ვატრიალებ თვლებს. ნამატი და 5 წაღმა თვალი. 1 2 3 4 5 ნამატი და ახლა გვაქვს გასაკეთებელი 3 ერთად. როგორც წინა ვარიანტში გაჩვენეთ, ისე აღარ გავიმეორებ, გაჩვენებთ ახლა, როდესაც უბრალოდ არ ვაქცევ აი ამ გაცენტრებას, ყურადღებას და უბრალოდ შევდივარ სამთვალში ერთად, ვქსოვ, ვაკეთებ ნამატს და ვაგრძელებ 5 წაღმა თვალი. მე-16 რიგს რომ მოგხსოვ, გაჩვენებთ, როგორი სხვაობა გვაქვს ამ ორ ელემენტს შორის. 5 წაღმა თვალის მერე ნამატი, მოგხსოვოთ 3 ერთად, ნამატი, 5 თვალი, წაღმა. ნამატი, 2 ერთად დახრა მარცხნივ და ბოლო წაღმა თვალი. ახლა მოგხსოვოთ მე-16 უკუღმა რიგი, რომელიც არის ამ
ჩვენს pattern-ში, ჩვენს სქემაში ბოლო რიგი, რომლის მერეც უკვე ვიწყებთ გამეორებას პირველი რიგიდან, შესაბამისად, რამდენიცაც გვინდა სიმაღლეში იმდენს მოვხსოვთ. მთავარია, რომ რა გამოთვლასაც გააკეთებთ სიგანეში პლუს-მინუს 27 თვალზე იყოს, მაგრამ აქაც არის ნიუანსი, რასაც როგორც კი ახლა ამ თვლებს დავამთავრებ, აგიხსნით გამოთვლებში რა არის გასათვალისწინებელი. დავამთავრეთ, სულ ეს იყო ჩვენი უზორი. გამოიყურება აი ასე, არის აჟურული, მაგრამ თან არ არის ძალიან გამჭვირვალე. შესაბამისად, შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა სამოსისთვის, თუმცა აი ეს ნახრადები მაინც საჭიროებს შიგნიდან რაიმეს ჩაცმას, თუ ეს იქნება მაისური, ან პოლო ჩემ შემთხვევაში, მაგრამ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ძალიან მომწონს, რაც გამოვიდა. და ყველაზე მთავარი, როდესაც გვინდა ამ უზორით რაიმე ნივთის მოქსოვა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეალურად სქემა არის 26 თვალი და არა 27. ან როდესაც გვინდა, რომ აი ეს სქემა გავიმეოროთ რამდენჯერმე, უნდა ვიცოდეთ, რომ უნდა გამოვთვალოთ შემდეგნაირად თვლები, რასაც ავიღებთ, უნდა იყოფოდეს 26-ზე და სიმეტრიისთვის უნდა დავუმატოთ 1 თვალი. ანუ ეს 27 რაც აქ გვაქვს რეალურად სიმეტრიისთვის, მაგრამ იგივე თვალი გვაქვს დასაწყისში და ყოველ ჯერზე თუ 27-27-ს გავიმეორებთ, აი ამ ადგილას, ანუ დასაწყისში, აი ამ სქემის და ბოლოში, ორ წაღმათვალს მივიღებთ, რაც აგვირებს სქემას. შესაბამისად, სასურველია, რომ თუ მთლიანად ამ უზორის გამოყენება გსურს ნამუშევარში, გამოთვლა გავაკეთოთ 26 თვალზე და სიმეტრიისთვის დავუმატოთ ბოლოში 1 თვალი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაკსოვის წრეზე შეკვრას და წრეზე ქსოვას არ გეგმავთ. თუ აპირებთ მოხვეული რიგებით ქსოვას. წრეზე შეკვრის შემთხვევაში 27 თვალი აქ რაც გვაქვს, საერთოდ არ გჭირდებათ, რადგან ამის ფუნქციას აი აქ პირველი შეასრულებს. შესაბამისად, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ჩანართები, ანუ გვერდებზე გავუკეთოთ ბევრი წაღმათვალი, ამ შემთხვევაში გირჩევთ, რომ მარკერებით მონიშნოთ, ანუ აი ესეთი მარკერებით მონიშნოთ უშუალოდ რა თვლებზეც ხდება სამუშაო პროცესი, თუ გვერდზე გვაქვს რამდენიმე წაღმათვალი, შესაბამისად ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი. ახლა კი ამ ნიმუშს გავტესტავ საქსოვ მანქანაზე და ნახოთ რა გამომივა, მაგრამ ამას უკვე გაგიზიარებთ ვლოგში და არა ამ მასტერკლასში. ამ მასტერკლასში კიდევ სულ ეს იყო, გისურვებთ წარმატებას და სასიამოვნო ქსოვას.